ადვოკატის ხელოვნება მოიცავს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს. გარდა იმისა, რომ კარგი ადვოკატი უნდა ტოვებდეს სანდოობას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის მიმართ სასამართლო მხარეები, დარბაზში მყოფი პირები განეწყონ ნდობით მისი პროფესიონალიზმისა და მისი კეთილსინდისიერების და მაღალი ეთიკური თვისებების გამო, ამავე დროს ის უნდა ფლობდეს საჯარო გამოსვლის ხელოვნებას, კომუნიკაციის განსხვავებულ უნარებს და საუკეთესო კომუნიკაციის დეტალებს. ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატი ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ მან იცის რაზე საუბრობს, მან კარგად იცის ეს თემა, მას აქვს ემპათია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ის წარმოადგენს. და ეს განცდა უნდა იყოს ძალიან გულწრფელი, ის უნდა ტოვებდეს შთაბეჭდილებას და სანდოობას იქ მყოფთა მიმართ, რომ ის, როდესაც საუბრობს სასამართლო დარბაზში, არცულობს, გულწრფელია, ფაქტებს სწორად აანალიზებს და ამას აკეთებს საოცარი პროფესიონალიზმით, ისე რომ კლიენტის ინტერესის პრიორიტეტულობა, რაც არის ეთიკური სტანდარტი, ამ სტანდარტს იცავს.